მოგესალმებით, მე ვარ ბესიკ თუთბერიძე და დღეს მინდა გესაუბროთ ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფილმზე ზაზუნას დღე, იგივე Groundhog Day. ეს ფილმი გამოვიდა 1993 წელს. მისი რეჟისორი არის Harold Ramisi და ფილმში ცნობილი მსახიობები არიან Bill Murray და Andy McDowell. ფილმი ესე ხასიათდება როგორც კომედია, მაგრამ ის უკვდავ ფილმად და ძალიან მნიშვნელოვან შედევრად, უხეშად რო ვთქვათ, იქცა არა მისი სასაცილო ჟანრის გამო, არამედ იმის გამო, თუ როგორი ფილოსოფია აქვს ამ ფილმს. ფილმი მოკლედ რომ ვთქვათ, მოგვითხრობს Phil Connors-ის შესახებ, რომელიც არის ერთ-ერთ ძალიან ლოკალურ სატელევიზიო არხზე წამყვანი ამინდის პროგნოზის და მიუხედავად იმისა, რომ ის რეალურად დიდად არაფერს არ წარმოადგენს, მას აქვს ძალიან დიდი ეგო, არის ნარცისი და მას ძალიან უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. და მუდმივად ემუქრება ხოლმე თავის თანამშრომლებს, რომ აი რომ წავალ ეროვნულ ტელევიზიაში და მთელ ამერიკაში გამოვშვები, მერე ნახავთ. ფილმის სიუჟეტი ვითარდება იმით, რომ მას აგზავნიან ასეთ პატარა ქალაქში, პენსილვანიის შტატში, პანკსატონიში, რომელიც მართლა არსებობს, იმისათვის რომ გააშუქოს ესეთი დღესასწაული, რომელიც ასევე მართლა არსებობს, ეს დღესასწაული თებერვალში ტარდება ხოლმე ყოველ წელს. ეს არის ზაზუნას დღე. ზაზუნას დღეს მთელი აზრი არის, რომ ზაზუნას რო გამოუშვებენ სოროდან, ის თუ დაინახავს თავის ჩრდილს, ეს ნიშნავს, რომ ზამთარი გაგრძელდება კიდევ 6 კვირა, ხოლო თუ არ დაინახავს თავის ჩრდილს, ეს ნიშნავს, რომ ზამთარი მალე მორჩება. 2025-ში მაგალითად 2 თებერვალს უნდა იყოს ზაზუნას დღე. ის პანკსატონის ქალაქი იმით გამოირჩევა, რომ ფილი თვითონ ეს წამყვანი არის წარმოშობით პანკსატონიდან. არ უყვარს იქაურობა, იმიტომ რომ თვითონ იქიდან რომ წამოვიდა სკოლის დამთავრების შემდეგ მიაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რაც თავის ცხოვრებაში გაუკეთებია. შუს იქ დაბრუნება დიდად არ უყვარს, მაგრამ რადგან დაავალებენ ბრუნდება, გადაიღებს ამ ყველაფერს და როდესაც უკვე უნდა წამოვიდნენ ამ პატარა ქალაქიდან დაბრუნდნენ ფილადელფიაში, მან მიუხედავად იმისა, რომ თქვა, რომ არ მოუწევდათ თოვლში მოყოლა, ისინი ყვებიან თოვლში და იძულებულები არიან, რომ ჩარჩნენ ისევ ამ ქალაქში კიდე ერთი დღე. ზუსტად მანდ არის ხაზგასმით ნაჩვენები, რომ ის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ამპარტავანი ადამიანია, აი ეს მარტივი საქმეც კი რაც არის უბრალოდ ამინდის პროგნოზის წაკითხვა, იმასაც კი არასწორად აკეთებს, იმიტომ რომ იძახდა, რომ შანსი არ არის რომ მოუყვეთ თოვლშიო, მაგრამ საბოლოო ჯამში თოვლში მოხვდათ. ის რჩება ამ ქალაქში, კიდევ ერთ ღამეს ატარებენ ამ ქალაქში და დილით რო იღვიძებს, უცნაური რაღაცა ემართება. ხვდება, რომ ისევ იგივე დღე არის, რაც იყო გუშინ. ისევ ზაზუნას დღე არის. და ეს მეორდება მთელი ფილმის განმავლობაში, ანუ რაც არ უნდა მოხდეს დღის განმავლობაში, როცა ის იძინებს, იღვიძებს ისევ იგივე დღეს. და აი ამით იწყება მთავარი სიუჟეტი, მთავარი მოქმედება ფილმში. აისაც უკვე ჩვეულებრივი ფილმი გადის რაღაც ერთგვარ ზებუნებრივ ფილმში. ზუსტად ამიტომ არის ძალიან საინტერესო ფილოსოფია ამ ფილმში, რომ რეალურად თვითონ ფილი არაფერს არ წარმოადგენს, არაფერი განსაკუთრებული ადამიანი არ არის. არ არის ის არანაირად რჩეული, მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ თითქოს ბედის წერამ თუ სამყარომ, შეიძლება კოსმოსი დაუძახოთ, შეარჩია ის თავის ექსპერიმენტის წევრად. და ეს ექსპერიმენტი ტარდება მის შესახებ. მან რაც არ უნდა ქნას, როგორც არ უნდა წაიყვანოს თავისი დღე, რაც არ უნდა გააკეთოს, ის ვერ ახერხებს, რომ გამოძრეს ამ ერთგვარი წყევლისგან. და ზუსტად აქ ხედავთ ფილმში ძალიან საინტერესო სხვადასხვა ეტაპებს, სადაც გადის ადამიანი, როდესაც ის არის მომწყუდეული ესე ერთგვარ კუთხეში. თავიდან პირველი რეაქცია რაც აქვს მას არის, რომ ის პანიკდება. ამის ბევრი ელემენტი არის ფილმში, რომ რაც ხაზს უსმევს მის პანიკურ შეტევებს. მაგრამ ერთ-ერთი შემთხვევაა, როდესაც ის ტყლაპოში ჩაადგავს ფეხს. და იმის მაგივრად, რომ როგორც ჩვეულებრივ ადამიანი აკეთებს, ის სწავლობს თავის შეცდომებზე, იმის გამო რომ ის პანიკაშია, ისევ ჩაადგავს ამ ტყლაპოში ფეხს. მხოლოდ რაღაცა ეტაპის შემდეგ ხვდება, რომ ისეთ ცუდიც არ არის, ეს ერთი და იგივე რომ მეორდება და იწყებს თავის შეცდომების გამოსწორებას. თუნდაც რომ აი ისევ ტყლაპოში არ ჩაადგას ფეხი, მაგრამ იმის მაგივრად ეს დაკვირვება და ეს
ყოველდღიური რუტინა, რასაც უკვე ნელ-ნელა იზეპირებს თავისთვის კარგად გამოიყენოს, პირიქით ის იწყებს რეალურად აყოლას იმ გულის თქმებზე, რაც ადამიანს ზოგადად აწუხებს ხოლმე, მაგალითად იწყებს ფულის მოპარვას, იწყებს ქალებთან არშიხს, ჯერ ინფორმაციას მოიპოვებს, შემდეგ შეძლებს მათთან საწოლში მოხვედრას. და ესე გრძელდება რაღაცა პერიოდი, ეს ამ თავის წყევლას თუ ნიჭს გააჩნია როგორ შევხედავთ, იყენებს იმისათვის, რომ უბრალოდ თავისი ჰედონისტური მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. მაგრამ აი როგორც ზოგადად ხდება ხოლმე ეპოსებში, მიუხედავად რომ ეს ფილმი არ არის ეპოსი, ბევრი მაგალითი არის, რაც შეიძლება მოვიყვანოთ ეპოსებიდან. ხდება ხოლმე რომ რაღაც გარკვეულ მინიშნებას აძლევს სამყარო და ბედის წერა, რომ იქნება არასწორად აკეთებს იმას, რაც უნდა. ზუსტად აი ეს მინიშნება ამის შემთხვევაში არის რიტა. რიტა არის მისი თანამშრომელი, ქალი, რომელიც გამორჩეულად კარგი ადამიანი არის. და ერთ დღეს ისე ხდება, რომ ეს ამ სასწარკვეთისგან მიდის რიტასთან და მას გადაუშლის გულს. ეტყვის რომ აი ესეთი სიტუაცია არის, ის არ დაუჯერებს მართალია. ეტყვის რომ სისულელესი ძახია, როგორ შეიძლება ყოველი დღე ერთი და იგივე მეორდებოდეს და მარტო შენ გახსოვდეს ეგ და სხვებს არავის არ აღწევდეთო. მაგრამ მიუხედავად მაგისა, მაინც შეიძლება რომ დააწყნაროს, შეიძლება რომ რაღაცნაირად მოусმინოს. და ამ ერთხელ რიტასთან ეს დაახლოება იმდენად მნიშვნელოვანი გახდება ფილისთვის, რომ მიხვდება რომ უნდა რეალურად რიტასთან ერთად ყოფნა. მაგრამ რაც არ უნდა, რაც სხვა ქალებთან გამოიყენა, რომ ინფორმაცია მოიპოვა მაგათ შესახებ და შემდგომ შეძლო ამით манипуляცია, ეს არ გამოსდის. და შემდეგი მნიშვნელოვანი მონაკვეთი ფილმში არის სწორედ ის, როგორ ცდილობს ის რიტას უხეშად რომ თქვათ, დათრევას. და არაფერი არ გამოსდის, ეს ძალიან სასაცილო კოლაჟიც არის, როდესაც ურტყავს რიტა სახეში სილას, იმიტომ რომ ის არ ჩერდება, არ ნებდება. ყოველ დღე ერთი და იგივე მეორდება. მივა რიტასთან ის სილას გაარტყავს და ზუსტად ეს არის მინიშნება ჩემი აზრით ბედის წერის, რომ რაღაცა უნდა შეცვალოს თავის ცხოვრებაში, მაგრამ იმის მაგალითად შეცვალოს, იმას ემართება, ფილს ემართება ის, რაც ემართება ზოგადად სუსტ ადამიანებს ხოლმე ესეთ დროს, რომ თავის თავში კი არ ეძებს პრობლემას, სამყაროში ეძებს პრობლემას და საბოლოო ჯამში ეწყება დეპრესია. ამ დეპრესიას მოყვება ის, რომ ის ცდილობს თავის მოკლას, არა ერთხელ თან. ის ბევრჯერ ცდილობს თავის მოკლას, იმ საწყალი ზაზუნას მოკლასაც ცდილობს და უნდა რომ ესე მაინც შეცვალოს თავისი ბედის წერა, მაგრამ არაფერი არ გამოდის. აი ამით ზუსტად მივიდივართ ძალიან საინტერესო მონაკვეთამდე, რაც ეხება უკვდავებას. და სხვა შორის რეჟისორი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ფილმს დაწერდა, ამ ფილმის სცენარს დაწერდა, ის ზუსტად კითხულობდა სხვა წიგნებს უკვდავების შესახებ და აი რეალურად მართლა რომ დავფიქრდეთ, უკვდავება არ შეიძლება იყოს რაღაცა ჯილდოს სახით, ის უფრო წყევლა იქნება. აი ლეგენდარული პერსონაჟიც რომ ავიღოთ მოხეტიალე ებრაელი კაცი, რომელიც ღმერთმა დაწყევლა, იმით რომ ის ყოფილიყო უკვდავი და ეხეტიალა მთელი ცხოვრება მსოფლიოში, მანდაც ზუსტად ჩანს, რომ უკვდავება არ შეიძლება იყოს როგორც კარგი საჩუქარი ღვთისგან ან ბედის წერისგან. იგივე ვამპირიც რო ავიღოთ, ვამპირი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უბედური პერსონაჟი არის საერთოდ ლიტერატურაში და გრაფი დრაკულა, მაგრამ უკვდავი არის ეგეც. და აქაც ზუსტად ეგ მაგალითი მინდა მოვიყვანო, რომ ის უკვდავია, არაფერი არ ემართება, მაგრამ არ არის ბედნიერი, უბედურია, იმიტომ რომ ის ვერ ცხოვრობს იმ ცხოვრებით, რაც უნდა რომ იცხოვროს და მის შემთხვევაში ეს არის რიტასთან ერთად ცხოვრება. და აი მხოლოდ როდესაც კუთხეში არის მომწყვდეული ბოლომდე და უკვე აღარანაირი გამოსავალი არ არის და არ იცის რა ქნას, მაშინ იწყებს ის სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. და აი ზუსტად აქ მინდა მოვიყვანო ქრისტიანული მაგალითები, რომ ქრისტე რასაც უქადაგებდა ხალხს, რომ დაეხმარეთ ერთმანეთს, აი ეს არის საბოლოო ჯამში გასაღები ამ წყევლიდან გამოძრომის, რომ ის იწყებს ნელ-ნელა ამ ქალაქში რაც ხდება ამ ერთი დღის განმავლობაში, ყველა უბედურების მიმართ რაღაც წინააღმდეგობის გაწევას და უნდა რომ ყველას დაეხმაროს. მართალია არ გამოსდის ყველასთან დახმარება. ერთი ძალიან კარგი მაგალითი არის საწყალი უსახლკარო კაცი, რომელიც კვდება. და რაც არ უნდა ქნას, ეს კაცი კვდება. იმიტომ რომ მისი სხეული ვერ უძლებს უბრალოდ ამ სიცივეს, ამ ავადმყოფობას და ძალიან კარგი მონაკვეთია, რომ ექიმი მეუბნება, რომ ის გარდაიცვალო, რითი გარდაიცვალო, ფილი ეკითხება, იმით გარდაიცვალა, უბრალოდ გარდაიცვალაო, ანუ არ ჭირდება მიზეზიო, ზოგჯერ ადამიანები უბრალოდ კვდებიანო. და ფილის პასუხი არის, ამ დღეს არ კვდებიანო.
აი ამ დღის გარდა ნებისმიერ სხვა დღეს შეიძლება, მაგრამ ამ დღეს არ კვდებიან, მაგრამ ის მაინც ვერ ახერხებს მის გადარჩენას საბოლოო ჯამში და მანდაც არის უნდა შეეგუოს, აი როგორც ბავშვი, როდესაც პირველად იგებს ბაბუის ან ბებიის ან რაღაც ახლობლის სიკვდილს და ის იძულებულია რომ შეეგუოს ამას და პირველად აქვს შეხება სიკვდილთან, აი დაახლოებით ეგეთი მაგალითი არის ეგეც ამ ფილმში, რომ ის იძულებულია შეეგუოს იმ ფაქტს, რომ თვითონ არ არის ყოვლის შემძლე. თვითონ უბრალოდ ერთ-ერთი პატარა ჭანჭიკი არის ამ დიდ მექანიზმში და უბრალოდ ისე მოხდა, რომ ამ შემთხვევაში ის არის ერთადერთი, ვისაც ეს მეხსიერება აქვს შენარჩუნებული და ვინც იღვიძებს ესე ყოველდღე ერთ დღეში. და საინტერესო არის, რომ ის რეალურად ერთადერთი საშუალება ცდილობს, რომ გამოძვრეს ამ წყეულიდან, არის რომ ის იწყებს თვითგანვითარებას, ანუ ამას იყენებს იმისათვის, რომ ახალი რაღაცეები ისწავლოს, იწყებს სხვების დახმარებას, იწყებს მუდმივად სხვების პრობლემების გადაჭრას, ჩუქნის ხალხს რაღაცეებს, მიდის ეხმარება იმას, ვისაც სიტყვაზე ეჭვი აქვს რაღაცის და ვერ არ ყოფნის გამბედაობა, რომ გააკეთოს, ნაბიჯები გადადგას და საბოლოო ჯამში მიდის იმისკენ ყველაფერი, რომ ახერხებს საბოლოო ჯამში რიტას გულიც მოიგოს. ერთდროულად ხალხის გულიც მოიგოს, თავისი ეს ამპარტავნობაც გადალახოს და ის რაც ქონდა სიძულვილი ამ ქალაქის მიმართ, რომ არ უყვარდა აქაურობა, იმიტომ რომ ეს ქალაქი მუდმივად ახსენებდა იმას, როგორი ჩვეულებრივი იყო ის და სინამდვილეში არაფრით არ გამოირჩეოდა, აი ეს სიძულვილიც გადალახოს და მხოლოდ ამის შემდეგ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ფილმში, რომ იღვიძებს და იმის მაგივრად, რომ ერთი და იგივე სიმღერა რაც იყო იქამდე ჩართული ხოლმე მაღვიძარაზე იმის მაგალითად ჩაერთოს სხვა სიმღერა და როგორც იქნა ის გამოძვრება ამ წყევლიდან და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ის უყურებს სხვანაირად უკვე თავის ცხოვრებას. ანუ იმ ერთ დღეში, სინამდვილეში რომ ზუსტად არავინ არ იცის რამდენი დღე გავიდა იმ ერთ დღეში, მაგრამ არის სპეკულაცია 8 წელი გადის იმ ერთი დღის განმავლობაში. და ამ ერთ დღეში მან მიიღო ეს 8 წლის გამოცდილება და რადიკალურად შეცვალა თავისი ცხოვრება. და ზუსტად აი მაგ მინდა ხაზი გაუსვა იმას, როგორი მნიშვნელოვანი იყო ალბათ რეჟისორისთვის, როდესაც ამას წერდა, რომ ადამიანებს დაენახებინა, როგორ გადავდგათ სწორი ნაბიჯები, იმიტომ რომ ჩვენ რას გავაკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვან გავლენებს ახდენს ჩვენ ცხოვრებაზე და აი მეტაფიზიკურ სამყაროში რო გადავიტანოთ, ზუსტად ეგ მომწონს რა, რელიგიებში, ასევე მითოლოგიაში, ლეგენდებში, რომ იქ მართლა უნდა დაიმსახურო რაღაცა რომ მიიღო, აი არ გამოვა ტყუილით მიღება რა, უბრალოდ აი საშვი გქონდეს ვიღაცას მოპარო და გახვიდე სადღაც არ გამოვა ეგრე. უნდა დაიმსახურო და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ რომ მიაღწიო იმას, რასაც შენ მართლა იმსახურებ. ჩემი აზრით ეს ფილმი თუ ვინმეს არ აქვს ნანახი, ყველამ აუცილებლად უნდა ნახოს და ვინმეს თუ აქვს ბავშვობაში ნანახი, იმათ კიდევ უფრო უნდა ნახო, იმიტომ რომ მე 13 წლის ვიყავ ეს ფილმი რომ ნახე და უბრალოდ კომედია მეგონა და როდესაც ცოტა რო წამოვიზარდე მე უყურე, მივხვდი რომ ბევრად ღრმა და ბევრად ფილოსოფიური ფილმი არის. ყველას გირჩევთ რომ უყუროთ ამ ფილმს და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გარეთ იყავით.